მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ცოტა განსხვავებულ ვიდეოს შემოგთავაზებთ. არ იქნება არანაირი გამოცდა, მინდა ვისაუბრო ქართულ ხანჯლებზე. და იმაზე თუ როგორ უნდა მოეკვდათ ქართულ ძველ ხანჯლებს. ეს ვრცელდება ანტიკვარულ ხანჯლებს და არა თანამედროვე ნაწარმზე. პირველ რიგში რამინა დავიწყო და ძალიან დიდი თხოვნით მინდა მიმართოთ ჩემი გვერდის ყველა მომხმარებელს. თქვენიც ალბათ ვინც ჩემ ვიდეოებს უყურებთ, თუ როგორ ეყრობი მეც სივიარახს. თუმცა ეს არ ვრცელდება და არანაირად არ შეიძლება იგივე გავუკეთოთ აი ამ ძველ ანტიკვარულ ხანჯლებს, რომლებსაც თავის დანიშნულება აქვს, ამათმა გამოლიეს თავისი დრო, მოჭამეს თავიანთი პერიოდი, დღეს ჩვენ ესენი არაფერში აღარ გვჭირდება როგორც ხელში სახმარად. ამ ხელა ხანჯალს ვერც ფიზიკურად ვერ გამოიყენებთ, რთულია სატარებლად. მეორეც ის არის, რომ რაში უნდა გამოიყენო, აღარ ახმათხანი ამ ქვეყანას აღარ შემოესევა და თემურლენგი, ესენი არის სატევრები, ძველი იარაღები, რომელთაც უშუალოდ ომში ჩვენი მამა პაპა იბრძოდა. ეხლა რაზე მინდა ვისაუბრო ამ ვიდეოში. აქ მაქვს სხვადასხვა ხანჯლები, რომლებსაც სხვადასხვა დაზიანებები აქვს ვიყენებული. მათ შორის პირველი ორი არის ჩემს მიერ ასე ვთქვათ ახალგაზრდობაში გამოყენებული უცოდინრობა. ეს ძველი ხანჯალი, რომელიც ელექტროსალესზე გავლესე და პირზე ეტყობა ძალიან ულამაზოდ დარჩა ნალესები, რაც უნდა გამეკეთებინა. ეს ხანჯალი კი მიწაში ვიპოვე, გადატეხილი იყო უკვე, აღარ გამოდიოდა მის პირვანდელიერსახის შენარჩუნება, ამიტომ დავამოკლე, გავუკეთე ტარი, რომელიც არ ქონდა მიწაში პოვნის დროს და ვეცადე რომ აი ასე შემენარჩუნებინა. დამღები ორივეს აქვს. დაახლოებით ალბათ მე-18-მე-19 საუკუნის დამღები, ეს თბილისური დამღაა, ვიცი, აქ ვერ ვარჩევ რა ხდება. აქ მაქვს კიდევ აი ასეთი ხანჯალი, რომელიც არის ძველი ხანჯლის დანარჩენი. გადაჭრა ვიღაც გენიოსმა, ჩემნაირად როგორც მე ვიყავი წლების წინ და გააკეთა დანა, რაც არამც არ შეიძლება ასეთი იარაღით. თუ ვინმეს ხანჯლები მოგწონს ისევე როგორც მე, ძალიან დიდ პატივს ვცემთ, შეგვიძლია ესეთი რაღაცა გავაკეთოთ. მაგალითად აი ეს ხანჯალი ჩემი დაწყილია, ვაკეთებ, ჯერ კიდევ კეთების პროცესშია. აი ესე სახმარად, რადგან ძალიან მიყვარს ხანჯალი, ძალიან დიდ პატივს ვცემ და მიმართ შეიძლება ბევრი უპირატესობები გააჩნია. სახმარად, როგორც სანადიროდ, ისე ბუნებაში, აი ეს ხანჯალი მინდა ვიქონიო. აგრეთვე აი ეს ხანჯალი, რომელიც დამზადებული აფხაზეთის ომის დროს. ყოველ ხმარებაში გამოყენება მისი არ არის დაუშვებელი და პირს თუ დავაკვირდებით, გამოცდების კვალიც ეტყობა. ისეთ ისტორიულ იარაღებზე, როგორც არის ეს, ან თუნდაც აი ეს და თქვენთან სახში შენახული ჩვენი წინაპრების ნაქონი იარაღები, დაუშვებელია მათი გამოცდა რაიმე კინაზე დარტყმა, ღორის დაკლა, ამისი გაპრიალება, მონიკელება, პირვანდელი ეს სახეს უკარგავთ. მათ უკვე იმსახურეს, შეასრულეს თავიანთი მისია, ძალიან დიდი გამოცდებიც გაიარეს სხვადასხვა ბრძოლებში, როგორც ჩვენ ვერ გამოვცდით ამათ. ისე რაც გაუძლეს. დღეს უკვე დრო არის მათ კედელზე დაიკავონ თავიანთი ადგილი ლამაზად. აგრეთვე მე აქ მაქვს ერთ-ერთი ხანჯალი, აი ასეთი ძველი ხანჯალი, თავისი თბილისური დამღით, ნუ არ არის მაინც და მაინც ძველი და კარგად შემონახული, მაგრამ ყოველად ხელუხლებელია, როგორც ჩემამდე მოვიდა. დღეს მე მიმაჩნია, ამ იარაღების ადგილი არის მუზეუმში. ეს არ არის ჩემი, თქვენი ან ვინმეს საკუთრება. ეს არის სრულიად ქართული მემკვიდრეობა, მე ასე მიმაჩნია, რომელიც უნდა შევუნახოთ ჩვენ შვილებს, შვილიშვილებს, რასაც ყველაზე კარგად და ყველაზე ლამაზად შეძლებს იარაღის მუზეუმები, რომლების განვითარებასაც ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი, ასეთი მუზეუმების არსებობას, мотивაციას, განვითარებას. მეც ჩემი პატარა წვლილი მინდა შევიტანო, გავყადნიერდე ქართული იარაღის შთამომავლობისთვის შენახვაში და აი ეს ძველი სატევარი ასეთ მდგომარეობაში გადავცე ქართული იარაღის მუზეუმს, რომელიც ეკუთვნის ერთ ძალიან კარგ პიროვნებას, დავით ნასარიძეს. თქვენც მოგიწოდებთ, ვისაც გაქვთ ძველი ხანჯლები, ხმლები, რომლებსაც არ იყენებთ, ვერ იყენებთ, რა სხვადასხვა დანიშნულებით და ვერც უვლით სათანადოდ, გადაეცეთ მუზეუმებს, სადაც მოუფრთხილდებიან, მოუვლიან, ხალხს აჩვენებენ, შეუნახავენ შთამომავლობას და შეგვენახება თქვენც, მეც, ეს იარაღი ისევ ჩემი საკუთრება რჩება. ჩემთან ერთად ემატებამას საერთო ქართული საკუთრება, რადგანაც მუზეუმში, რასაც ვინახავთ, ყველაფერი არის ყველა ჩვენგანის საკუთრება. ეს არ იქნება ერთი კონკრეტული პიროვნების, ამით ვისარგებლეთ ყველანი ჩვენი შვილები. ამიტომ ეს ხანჯალი აუცილებლად გადაინაცვლებს ქართული იარაღის მუზეუმში. დიდ მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის, იმედია ჩემ თხოვნას გაითვალისწინებთ და ასეთ ძველ ხანჯლებზე აღარ ჩაატარებთ ცდებს. ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ.